Აი დღეს ხშირად შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, სხვადასხვა სექტების წარმომადგენლებს, არანაირ დენომინაციაში რო არ არის, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა, ჩვენ ქრისტე გვწამს, ღმერთი გვწამს უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს. ვერ ხვდებიან, რომ ეკლესიის გარეშე ისინი საკუთარ თავს ართმევენ მისტიკას, საიდუმლოებას. და ამით საკუთარ თავს ართმევენ შესაძლებლობას ღმერთთან კავშირისა. ანუ სიცოცხლესთან კავშირისა. ეტყოდა სასუფეველის, რა არის სასუფეველი? სამეფო, ვისი? ქრისტესი. სად არის სასუფეველი? აქ არის ეკლესია არის ქრისტეს სამეფო, იმიტომ რომ აქ მეფე არის ქრისტე. და ესე ადამიანი რო ინათლება, მოსანათლს ეკითხებია, გწამს ქრისტე და მან უნდა თქვას, წამს როგორც მეფე და ღმერთი. და ის მეფობს აქ ეკლესიაში. ამიტომ ეკლესიის დაარსების შესახებ საუბრობდნენ. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, ეკლესიაში შევიდეთ და ეს სიცოცხლე ჩვენი საკუთრება გახდეს. აი დღეს კვდეთით აღდგომაა ქრისტესი, აღდგომის დღესასწაულია. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დიდებულება ჩვენ გამოცდილებად იქცეს. ასწავლის იერუსალიმით ნუ განაშორებით. რა არის იერუსალიმი? ჩავიდეთ ეხა იქ ვიყოთ? გეოგრაფიულ იერუსალიმში? არა, გული. ადამიანის გული არის იერუსალიმი. გესმით, ადამიანის გულში, ანუ გულს ნუ განაშორებით, ანუ შინაგანი ცხოვრებით იცხოვრეთ. თქვენი ინტერესები იყოს, თქვენი მისტიკური ინტერესები გქონდეთ საკუთარ სიღრმეში. იერუსალიმს, ანუ გულს ნუ განაშორებით და რა გავაკეთოთ გულში მყოფებმა? მოელოდეთ რას? აღთქმას მამისა, რომელიც გესმათ ჩემგან. აღთქმა, რა აღთქმაზეა საუბარი? საღვთო ენერგია, მას შემდეგ რაც ადამიანი მას იღებს, ჩვენ და ღმერთს ერთი ენერგია გვაქვს. და ამ ენერგიით შენ ღმერთის შვილი ხდები. და ამას ველოდებით და ამ გვიხსნის კიდევაც და მოიღოთ ძალი, ანუ ენერგია, მოსვლასა სულისაწმინდისესა თქვენზე და სულიწმინდა ღმერთი მოვიდა და გვანიჭებს საღვთო ენერგიას. მამას, ძეს და სულიწმინდას ერთი ენერგია აქვს. და ჩვენც მათთან ერთად ყოვლადწმინდა სამების პირებთან ერთად იგივე ენერგია გვაქვს. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის განხრობის დასაწყისი. ეს არის ნამდვილი აღდგომა თითოეული ჩვენგანის. ქრისტე აღდგა თავისთვის კი არა, მას ადამიანური ბუნება საერთოდ არ ჭირდება. ღმერთია სრულყოფილი. ჩემთვის და თქვენთვის აღდგა და აღდგომა იმით არის შესაძლებელი, რომ ჩვენ გვაძლევს იმ ენერგიას, რომელი ენერგიითაც თავად ღმერთი ცხოვრობს და რომელი ენერგიითაც სიკვდილი დამარცხდა ქრისტეს ადამიანურ ბუნებაში.